შეიცვალა ჩვენი კომენტები და ძალიან მიხარი რომ ვაგრძელებთ ერთ სერიას, რომელიც დავიწყეთ რაღაც პერიოდის წინ, რომელიც ეხება ქალისთვის თავის მოწესრიგებას სახლის პირობებში, ისე რომ შეუდარებლად გამოიყურებოდეს. და სწორედ ხელმისაწვდომ ფასად. ეს კიდე უკეთესი. სწორედ ამიტომ დღეს აი ამ სამაკიაჟ მაგიდაზე თავმოყრილია ის პროდუქტები, რომელიც აუცილებელია და შექმნის ლამას და შესანიშნავ მაკიაჟს, მაგრამ ამავე დროს არის ძალიან ეკონომიური. და ძალიან მინიმალისტურია ეს პაკეტი, ასე ვთქვათ, ამ ნივთების. თუმცა ყველაზე საჭირო ნივთები, რომელიც ყველა ქალბატონის კოსმეტიკურ ჩანთაში უნდა იყოს. თქვა უკაცრავად, ჩვენი ახლა უკვე ესე გამოვიდა თანაწამყვანები და სტუმრები. ნათქვამია სწავლა სიკვდილამდეო და აი თითქოს მე რომელიც სცენაზე მე თვითონ ვიხატები, კინოგრიმს ვიკეთებ, თითქოს ვიცი ბევრი რამე, იმდენი რამე აღმოვაჩინე და ისეთ მადლობელი ვარ თქვენი და უკვე რაღაცებს ვაქცევ ძალიან ყურადღებას და საყიდელი დამრჩა კიდე რაღაცა და დღესაც თუ რაღაცას მასწავლით, მაგრამ ერთად ვიყიდი განსხვავებულ ტონაში. ამის თქმა მინდოდა და მე სიბერემდეოდა, მაშინ დიდი ხანი მოგიწევს, თუმცა სულ ახალ გასწავლია. ძალიან კარგი, იმედია დიხას იქნება ჩვენთან. საშა პრიშვინი წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, თეკო შენკენი და აქეთ ყოს Look Models-ის ძალიან ლამაზი მოდელი ელენა იაკობაშვილი, რომელზეც ამ ყველაფერს ვაჩვენებთ. ხო, ანუ იმის თქმა მინდოდა, რომ თავარი არის ცოდნა, რომელსაც შეგვწენენ ჩვენი სტუმრები და გისმენთ. და კიდე ერთს გთხოვ. ერთხელ დამსვით ლამაზი გოგოს ადგილზე და მე, ანუ ასაკში ვინც ვართ უკვე ქალბატონები, გვასწავლეთ რაღაცები, იმიტომ რომ ყველას მეტნაკლებად გვაქვს ერთ და იგივე პრობლემა. სერიოზული პრობლემა, რომელსაც ვებრძვით და ვერ ვებრძვით და ჯადოქარი ხართ და გვასწავლეთ. დავიწყოთ იმით, რომ ძირითადად უმეტესწილად ყველა სახლში ყავს ბავშვი. სახლში აბსოლუტურად ყველა ბავშვს აქვს რაღაც სახატავი ნივთები და ნებისმიერმა ქალბატონმა პირველი ჯერისთვის, რაც უნდა ჩაატაროს მარტივი ექსპერიმენტი, აიღოს ვაშლი და შეეცადოს, რომ დახატოს ეს ვაშლი. რომ მიხვდეს შუქრჭილის პრინციპს, იმიტომ რომ ვაშლის ფორმა, ხო წამრგვალოა, სახეც ხო წამრგვალოა, რომ სწორედ ვისწავლოთ მრგვალ ფორმებზე ჭრილების და შუქის გადანაწილება. სახე იქნება, ლოყა იქნება, თვალი, კაკალი იქნება, ანუ მაინც ყველაფერი მრგვალია, ხო? ცხვირის დაბოლოება ისეც მრგვალია. პრინციპში ჯობია ალბათ რომ დავიწყოთ, ხო, დრო რო ავკარგოთ. კი, ანუ დაახლოებით ვილაპარაკოთ დღეს. ვაშლი და სახატავი რაღაცები არ გვაქვს, მაგრამ დღეს გავაკეთოთ ისეთი მაკიაჟი, რომელიც უბრალოდ რომ გაიღვიძებთ მარტივად, სადღაც 15-20 წუთში, ძალიან მარტივი საშუალებებით. ნებისმიერი ქალბატონი ბატონო. საშა ვილაპარაკოთ პროდუქტზეც, რომ აი ზოგიერთი ქალბატონმა შეიძლება არ იცოდეს ან ამეტებდეს ტონალურის მნიშვნელობას, ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, მაგას საუბრობ ზუსტად, რომ ვლაპარაკობ ძალიან თხელ, მაქსიმალურად ბუნებრივ მაკიაჟზე, რომელიც ნებისმიერმა ქალბატონმა შეიძლება რომ ატაროს სამსახური იქნება, ბავშვის სკოლაში წაყვანა, ბავშვის სკოლიდან წამოყვანა, თუ უბრალოდ სახლში რომ სარკეში რომ ჩაიხედება, მოეწონოს თავისი თავი. ეხლა დავიწყეთ ჩვენ იმით, რომ ვფარავთ სახეს თხლად ტონალურით, მაყურებელმა არ შეიმჩნევს ფუნჯები, იმიტომ რომ ეს პროფესიონალური ფუნჯებია, ეს ყველაფერი შეიძლება რომ გაკეთდეს სპონჟით ან თხლად როგორ მივიღოთ აი ეს კონსისტენცია? ბევრჯერ უნდა გადავანაწილოთ უბრალოდ. ბევრი კი არ უნდა წავისვათ, ცოტა, მაგრამ ბევრჯერ უნდა აიზილოს, ასე ვთქვათ, სახეში. ოღონდ წასმასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ხშირი მაკიაჟის ხმარება ძალიან აბერებს განს, ყველამ ძალიან კარგად ეს ვიცით და იმ ქალბატონმა, ვინც იცის როგორ უნდა წაისვას სახის საცხი, ხო, მიმართულებებით. ზუსტად იგივე მიმართულებებით უნდა დაიდოს სახეზე ტონალური. აუცილებელია თუ არა ტონალურის ქვეშ, აი შეიძლება თუ არა პირიქით აჭრის თუ არა დღის საცხი თუ ქალი ხმარობს. კი, რა თქმა უნდა, ეს ასე ვთქვათ, ბაზა არის, საბაზისო რაღაცა საცხის არ არის აუცილებელი რომ იყოს ძვირადღირებული პროდუქცია. ნებისმიერი სახის საცხი, რომელსაც ხმარობს ნებისმიერი ქალბატონი, იმით რომ დაიტენიანოს სახე, მაკიაჟიც კარგად დააჯდება სახეზე. თხელიო თქვი მაშინ, აი ჩაგაპიჭინდები. ვიხოცებ წარმოვიდგინე რომ მე რომ მინდოდეს ახლა შენირჩევები ტყიდვა.
არსებობს ესე იგი სქელიც, მე აღარ ვამბობ ის თქვა სტიკერების სახით, ხო? როგორ ვამოწმებ თხელია თუ არა? ძალიან მარტივია, მით უმეტეს დღეს ნებისმიერ მაღაზიაში კონსულტანტი ეხმარება აბსოლუტურად ყველას. მთავარი შეცდომა ფერს ნახულობენ აქ. ეს არ არის სახის კანის ფერი, სახის კანის ფერი არის აი ეგ ადგილი. რო ერთი წუთი ვერ დავინახე. აი ეს ადგილი, აქ ვამოწმებ. რომ ზე ურტყავს ამას. პირდაპირ სახეზე რო შემოწმო არ ვარ და ნუ არა, სიამოვნებაა. უნდა გაიკეთო აი აქ, იმიტომ რომ ეს ნაწილი უფრო ვარდისფერია და ეს არის ბუნებრივი კანის ფერი, რომელსაც პრინციპში რუჯი არ ხვდება. აი ესე იგი ხშირად და უნდა დაიწყო აქ და გადაიტარო აქ. თუ აი ეს ადგილი გადაერთიანდა და აღარ დაეტყო, რომ შენ რაღაცა გისვი, ესე იგი ეს არის შენი სახის ფერი. მართლა სულ ეს ამ ადგილას ყველა გადაცემაში სულ ვიმეორებ, რომ ქალბატონებო ძალიან გთხოვთ, ნუ ხმარობ თქვენ სახეზე გაცილებით მუქ ტონალურ ფერს არ არის ლამაზი, როცა ადამიანს უკეთია ნიღაბ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში მეტნაკლებად იაფასიან პროდუქციაში მუქი ტონები არის უფრო მოაგურისფრო, მოსტაფილოსფრო და ეს მოსტაფილოსფრო სახე ხო მოწითალო არის ლამაზი. მოთხოვნილებაა რომ აი უფრო რუჯი გვაახალგაზრდავებს, უფრო მიმზიდველს ხდის ადამიანს და შენ რუჯის გამო ყიდულობთ მუქს. იმ ქალბატონისთვის, რომელსაც უნდა რომ გაიკეთოს ასეთი რუჯის ეფექტის სახე, არ ვიცი ქართულად როგორ იქნება, sun-kissed, როგორ იქნება ესე. ხო, მზის ეფექტი. ნებისმიერი, ანუ შენი ფერის სახეზე რომ დაიჭრილო ყრიმალების არეა და ოდნავ ცხვირის არეა და ეს და არა მთლიანად უკვე მიიღებ იმ ეფექტს, რომ ოდნავ შეფერილი ხარ. არ არის აუცილებელი რომ აფროამერიკელი გახდე. ძალიან ყოველთვის ძალიან გვიშლის ხელს, თქვა სხვადასხვა მაღაზიაში განათება, სინათლე, მივდივართ კარებთან, დავრბივართ ესე. ტუჩის საცხი რა თქმა უნდა, ხშირად არის, რომ საცხს ვერ ვისვავთ და არც ზუსტად ის ფერი დევს იქ ტესტერად და აი ის სადღა უნდა წავისვათ, რომ მივაგნოთ. ის ნებისმიერ ადგილს და მე რომ მკითხო გამართლებაზე ეგ. ეს ნამდვილად ან მოგიხდება, ან არ მოგიხდება. აი თვალთან წაუსვა რაღაცა ცეკომ და რა და მოყავით შემდეგი ეტაპი რა არის? იმიტომ რომ ტონალური ხო თვალზეც არ მიდის შესაბამისად ხო? ძიმა როგორ გაინტერესებს მიდის, ეს ყველა ტონალური მიდის საკმაოდ კარგად. თვალის ქვეშაც გამოვიყენოთ, ნუმჯობესია კორექტორი. მაგრამ და განახა არ გვაქვს კორექტორი უნდა იყოს თორე ღია ტონალური სფერზე ოდნა. ტონალური სფერზე ერთი ტონი ღია უნდა იყოს კორექტორი. კორექტორი ის რაც თვალებზე ისმევს. არა მარტო. თვალის სიშავე. თვალის სიშავე, რაღაცა პატარა სიმუქეები რა ყველაფერისი ამოწევაც გვინდა, ესე ვთქვათ, ვაშს თუ მაგრამ დაუბრუნდებით. თუ არ გვაქვს კორექტორი, თვალზე აბსოლუტურად ჩვეულებრივია, შეგვიძლია ვიხმაროთ თხელი ტონალურია. ამ შემთხვევაში ცეფქერნი ზუსტად. აუცილებელია თუ არა, აი, ყველაზე ხო. ტონალური. ყველაზე შემაწუხებელია ხოლმე, აი ჩვენ როგორც ხშირი მაკიაჟის მომხმარებლები, პუდრი. ფერუმარილი. როგორც თიკა მახსენა წინა განაცემა. ფერუმარილი, იგივე პუდრი, ხო, ტონალურზე, იმიტომ რომ ეს უცებ ჭიმავს კანს, ამძიმებს. ნაოჭებსაც ჯდება მერე კანში. აი როგორ შევხამოთ ახლა გეტყობა. თეკო ძალიან გთხოვა, აჩვენე მაყურებელს კამერამ გადაიღოს, თუ როგორ უნდა გადაისვას ადამიანმა პუდრი, რომ უნდა დაფერთხოს აუცილებლად უკვე პროდუქტიანი ფუნჯი. შევაწობთ. დიახ. დავფერთხავთ აუცილებლად. აუცილებლად დაფერთხოთ, რომ ზედმეტი მოშორდეს ყველაფერი, რომ ეს ზედმეტი გრამები არ მოხდეს სახეზე და კი არ უნდა შევიზილოთ სახეში, უნდა გადავისვათ. სუბუქი ძრიფს რო ეხებოდეს კანს, მაშინ თეკოს მინდა ვკითხო. ხშირად ესეთ ფერუმარილებს მოყვება, აი ესეთი სპონჟები ესე ვთქვათ, ხო, რომელიც არც იფერთხება და ზუსტად რომ ზილავს. ეგ სპონჟი უნდა როგორც კი გახსნი პროდუქტს გადააგდო. კი, მადლობა. ყოჩა. ყვილად როდეს. გოგონებო, გადააგდეთ. ამოიღებს თუ არა ეს? თვილად არ დევს, ერთი ამით ფუნჯი შეიძლება იყიდოთ ჩაპრეს ჩვენ. მაგიაჟის. ხო, ეს იმ შემთხვევაშია კარგი, როცა შენ გადიხარ სახლიდან და არ გინდა დიდი ფუნჯის წაღება, შეგიძლია წაიღო ეს და ის ადგილი, რომელიც აი ადრე რო იკეთებდნენ ფილმებში, ასე რო შვებოდნენ, ოდნავ. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ და კარგად აიღო და აი იმიტომ რომ ფორებში სვავს. ასე ცოტაც. ანუ როდესაც თქვა ცხიმიანი კანია და გამოდის სისველე ხანდახან მაკიაჟიდან, ხო? იმ ადგილების ჩასაქროს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ ვარგა ეს სპონჟი და ჯობია ერთი ფუნჯი. ყოველდღიურ მაკიაჟში აუცილებელია ფერუმარილი, პუდრი ეგრეთ წოდებული. იმისთვის რომ ტონალური გაჩერდეს დიდხანს, თქვათ შეგვიძლია რომ გადავისვათ პუდრი. მაგისთვის აუცილებელი ისე და არის ბრიალოს ალბათ კი. ხო, თან ჩვენ მაინც ეს კავკასიურერებს ის კარგი, მაშინ ფერი მაინტერესებს. ზუსტად უნდა ემთხვეოდეს ჩემი პუდრი ფერუმარილის ფერით, ჩემი ტონალურის ფერს? კი, არ იქნება ცუდი რომ ემთხვეოდეს, ხო. ეხლა კიდე რა არის, იცით, ძალიან მთავარი, ძალიან ბევრისთვის. ჩავაგდო, ვთქვათ, აი მე აქ რაღაცა, აი აქ ვეძახი ხო, ცხვირი. ზედმეტი. თეკო რელიეფები ხო რაღაცა ამოშავებს ყრიმალ ლოყას და
გადავაც პირს. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მე მგონი, იმიტომ რომ ამაშიც უშვებენ ხოლმე შეცდომას. წასმის ზუსტ კუთხეს აქვს მნიშვნელობა, ხო? წასმის ზუსტი კუთხე არის ყურიდან აი ამის კუთხემდე. ყურიდან ტუჩის კუთხემდე. ხო. რკალისებური? აი ოდნავ რომ გაიღიმოს მაგრამ ნებისმიერმა. ყური არის აქაც თითქოს და აქაც. აი ყურის ნიჟა არა, ხო შიგნით. აი ყურის ყველაზე ჩაღრმავებული ნაწილი. ოდნავ უნდა გავიღიმოთ აქ გამოგვეკეთება ეს ყრიმალი და ამ ყრიმალის ფორმით უნდა გადავიყვანოთ. სულ ამათი სიტყვა ოდნავ. ოდნავ, რა თქმა უნდა, და ოდნავ. ჩავდივართ კუთხემდე? არა, მხат კუთხემდე არა, უნდა ნელ-ნელა გაქრეს ტუჩისკენ, რომ ეს რაც უნდა ჩავაგდოთ, ვერ გავიგო. ეს აი ყრიმალის დაბლა. და მაღლა უნდა შევავარდისფროთ ამ. მაღლა არა. აი აქ. ყრიმალის ქვეშ. ყრიმალის ქვეშ ხდება ყველა. მაპატიეთ ყველა რუმიანას რასაც ვეძახით. რუჯ. მე გაბატონე. რუჟი. რუჯი ზაგარია და რუჟი რუმე. რუჟი. კარგი, რუჟი. რუჟი აქ ისმევა? არა, აი აქ. აი აქ, ხო, ამას ვიძახ. ხო. პირიდან აი აქ ყურა. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეშლება და ისმევენ აი აქ. ნუ არ არის. თუმცა მე მინდა გითხრა, რომ ეს რუჟი, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ჩასაგდები, ანუ რელიეფის მისაღები რუჟი, ისევე უნდა იყოს შემდეგ გადაყვანი როგორც, მაგრამ შემდეგ სხვა ფერის, ხო შეიძლება რომ მე აი რასაც კი მე პირადად ძალიან მომწონს, როცა ხალბატონს საბოლოო ჯამში როცა მაკიაჟი დამთავრებული აქვს, ოდნავ გაღიმებულზე, წაივარდისფრებს აი ამ რაღაცას, რომ ბუნებრივი ელფერი მისცეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ზოგი მაინც ჩვენ კი სულ ვამბობთ, რომ ცოტა და ძალიან თხლად და ძალიან ცოტა, მაგრამ ისევ აგურისფერი? აი ეგ პატარა ვარდისფერი შტრიხი ეგრევე აცოცხლებს სახეს და შორიდან გქონია რომ თითქოს არაფერი და არ უსვია სახეს. და მე მგონი ყველაზე რთული სახის რელიეფის შემდეგ არის თვალი, არა? თვალი არ არის მარტივი, კი ნამდვილად. ძალიან ბევრი თვალის ფორმა არსებობს, ძალიან ბევრი ხრიკი არსებობს, მაგრამ იმისთვის რომ ყოველდღიურად ლამაზად გამოიყურებოდეს თვალი, პრინციპში ნებისმიერ ქალბატონს შეუძლია რომ თვალის ჩახატვა დაიწყოს უბრალოდ შავი ფანქრით, ძალიან წამწამების ზოლის ახლოს. აი ცოტა გაითხრაპნოს რომ ჩამოგდეს ეს ნაწილი, ოდნავ გაიყვანოს და მერე თითით უბრალოდ მოიწმინდოს ის რაც არ სჭირდება და მიიღოს ეგრეთ წოდებული სტრელკა. ახაჩოს ესე, ხო? ხო, ოდნავ. ეს არ ნიშნავს რომ შეგიძლიათ რომ გვაჩვენოთ ეს რაზეც ახლა საუბრობთ და საშა წამწამის გასწვრივ, ანუ თვალის ხაზის გამოკვეთვა, ხო ესეა? ხო, რომ თვალი ცოცხალი ოღონდ უნდა მიყვებოდეს ფორმას აუცილებლად და არ უნდა იყოს რაღაცა არა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან პატარა და უმნიშვნელო აქ მაქვს ერთი შეკითხვა. სულ ხედავს. ხო, სულ მინდა გამოვიყენოდოს წარუმატებლად ეს სიტყვა ბავშვობიდან მოყოლილი რაღაცეთი გოგური გართობა, ფერადი ფანქრები. აი მაგალითად მუქი იასამნისფერი ან ყავისფერის რაღაცა ტონალობები, იმიტომ რომ როდესაც ფანქარს გულს, როდესაც სხვაზე ვხედავ, თქვათ, თაფლისფერ თვალებს, ყავისფერ თვალებს, ძალიან უხდება დღის და ბუნებრივი მაკიაჟის დროს ყავისფერი მაგალითად, იმიტომ რომ შავი ოდნავ არასწორი და ცოტა უკვე გადადის ვულგარულს. იმიტომ რომ თუ გადააჭარბეს სიშავე, უკვე ცოტა შეგვიძლია ვიხმაროთ ყავისფერი ფანქარი ან მუქი ყავისფერი ფანქრები ძალიან კარგია ქერა ქალბატონებისთვის, იმიტომ რომ არ ყვირის ისე ძალიან როგორც შავი და თქვენ წეგან ახსენეთ ფერადი ფანქრები ერთ-ერთი ყველაზე ჩემი საყვარელი ხრიკი, აი თქვენთვის ნინო, გვანცა, შენთვის და შენთვის მაგალითად თიკა. აი რეზის მიხედვით აგვარჩიე. თვალისფერი. თვალის ფერის მიხედვით. საოცრად უხდება შიგნით აი ამ საცრემლე ხაზში. იასამნისფერი ფერი. არის გოგოებო, არის. შეიძლება რომ განსხვავება ვნახოთ ახლა ამ ორ თვალს შორის ახლოდან ერთზე თუ აქედან წაუსვი. არ წამისვია ეს. თითქოს არ უსვია, თითქოს ერთი შეხედვით არ უსვია, მაგრამ უკვე ჩანს თვალის ფორმა. და იასამნისფერი ირეკლავს შუქს და ამწვანებს ყავისფერ თვალს. ესე იგი, ყველა თაფლისფერ, ყავისფერ, შოკოლადისფერ, როგორც გინდა ლამაზ თვალებიან ქალბატონებს შეგვიძლია ვურჩიოთ გამოვისვა, აი შიდა ხაზია საუბარი. დაბარებ ზევიდანაც რომ მივაყოლოთ? არა, ეს უკვე გადამეტებული. ეს უკვე გამოვა დღის მაკიაჟისთვის ნაკლებად. დავტოვოთ თუ გავაგზავნო. არა, მე მგონი ნათელი იყო. აი, ნახეთ როგორ ეს აქეთა თვალი როგორ სხვანაირად გამოიყურება და თითქოს არ არის გადატვირთული.
სულ არ არის გადატვირთული. რაც შეეხება ჭრტილებს, დავუშვათ ახლოს ძალიან პასტელურ ფერებთან, ხო? დღის განმავლობაში. ბუნებრივ აი სახის მე ყველაზე ფერებთან. მეტად ჭრტილებში ვჭედავ, ასე ვთქვათ. პირიქით ძალიან მარტივია. ბუნებრივ მაკიაჟში ყველაზე მარტივია ჭრტილის გამის არჩევა, იმიტომ რომ იმ ტონალობების ფერები უნდა ირჩევ, რაც გაქვს სახეზე, იმასე ოდნავ მუქი. ანუ ღია ნაწილი ხო ძირითადად გვაქვს ეს ნაწილი. ანუ ღია ფერი, რომელიც სიმრგვალის ცენტრში უნდა იყოს, ხო, კაკლის თავზე. ის უნდა იყოს ოდნავ ღია. მერე ოდნავ მუქი. მაგიტომ ამბობ, რომ ნებისმიერმა ქალბატონმა თუ შეეცადა დახატოს ვაშლი, აუცილებლად ძალიან კარგად დაიხატავს თვალის ფორმას. ანუ ვივარჯიშოთ ვაშლის ხოლმე. ვაშლი მე რამდენიც არ ვივარჯიშო, არ გამომივა ვაშლი. ანუ მიხვდები რომ გრადაციებს როგორ გადაიყვანა, ხო, შუქ ჭრტილის მოძრაობას მიხვდება და ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის, ანუ ჩემი გადმოსახედიდან ტუშის წასვლა სწორედ. ხო, გავაკეთოთ უკვე იმიტომ რომ ნელ-ნელა გვეწურება. აი მოდი მითხარი შენ როგორ ისმევ ტუშს და გეტყვი სწორე შვები თუ არა. მე რა ჩვეულებრივად გქონი, არ ვიცი. როგორ არის? ჩვეულებრივად, ოდნავ ესეთი გაკრული მოძრაობები თვისავ. ხო, და მიმართულებით. კი, შიგნიდან. ძალიან ახლოდან შიგნიდან უნდა დავიწყოთ. ყველაზე კაი არის აი ასე რომ ოდნავ დავიჭიროთ თვალი და ძალიან სიღრმიდან დავიწყოთ აკაჩვა და არავითარ შემთხვევაში რომ მოვჩები ზემოთ აკაჩვას. ზემოთ აღარ უნდა დავადოთ ტუშის პროდუქტი. ზემოთ რას გულისხმობ? ანუ დაბოლოებაზე. წვეტებზე. ანუ თვითონ წამწამის ბოლო ნაწილში არ უნდა დავადო. პირველად როცა იზავ, მეორედ მარტო შიგნით უნდა, აღარ უნდა დაადო, იმიტომ რომ ძალიან უშნოა, როცა ხშირ შემთხვევაში ვხედავ, რომ ეწეპება ყველას არ აქვს იმის საშუალება, რომ ძალიან ძვირიანი ტუში იყიდოს, რომელიც აძლევს იმის საშუალებას, რომ რამდენიც არ უნდა დაიდო, მაინც ძალიან ლამაზად გექნება და იწეპება, ჩანს რომ ძალიან ბევრი გისვია, მე იმდენად აგზელებს, რომ ხშირ შემთხვევაში ზემოთ რო აიხედები, აქ წერტილები გრჩება და ნუ არ არის ეგ ლამაზი. ქვედა ნაწილის წამწამის არ არის ასრულება. მე მომხრება, რომ უნდა წაისვა, ოღონდ ორივე თვალზე რო წაისმევ უკვე კარგად ტუშს, აღარ ჩააწო შიგნით და რაც დარჩა ზედ, ოდნავ უბრალოდ აი ასე მიიშავა, რომ წამწამი გქონდეს. კარგი, მე წამწამიც გავაკეთოთ და ტუჩი დაგვრჩა? დაგვრჩა ტუჩი. აი მოდი ამ გოგონას ცოტა ცხვირი დაუმოკლოთ. ტუჩი დაგვრჩა და წუთი დაგვრჩა თან ესე. ცხვირის დამოკლება გვასწავლეთ. თეკო, როგორ ვამოკლებთ? ვიღებთ სასურველი უფრო ამაზე მუქი. აი კამერაში ვანახო. ან ტონალური, ან ჭრდილი. თვალის ჭრდილი შეიძლება. შეუძლებელი ცოტა ანუ ცოტა შიმერია და ანუ სასურველია რომ არ იყოს, უბრალოდ აქ საშუალება არ გვაქვს რომ მეტი ფორმის. ცოტა მუქი, ხო? ხო, ცოტა მუქი. დავიწყებთ ცხვირის თებიდან. დიახ. ანუ რაც გეზედმეტება, ის უნდა ჩაამოქო, ხო? დიახ, რაც ზედმეტია იმას ვამოქვა ძალიან ცოტა და დღის მაკიაჟი, ტყუილად არ ქვია დღის მაკიაჟი, ნებისმიერმა ქალბატონმა აუცილებლად გაიკეთოს დღის შუქზე და არა აბაზანაში, იმიტომ რომ გამოჩნდება ის, რაც გამოჩნდება რეალურად ქუჩაში, იმიტომ რომ აბაზანაში ხშირ შემთხვევაში ყვითელი განათება, ან ზოგს ახლა ჰოლოგენები უყენია და რომ წვავს და გგონია რომ არ გისვია, არა და ძალიან ბევრი გისვია. ასე ფანჯარასთან მარტივად სარკე დავიდგათ და დღის შუქზე. მე არ მეგონა თუ სახის კორექტ, აი ცხვირიანად დღის მაკიაჟში იყო შესაძლებელი სასურველი და კარგია რომ შეგიძლიათ ჭარბის და ჭარბსაც რამხელა მნიშვნელობა. რამდენიმე სტუმრობა კიდე გვინდა. ქრონიკული უნდა გახდეს მე წარმომეწონა რომ აი რაღაც 40 მართალია დაგვისვავენ ამ ლამაზ გოგოებს და მშვენიერ მაკიაჟით მიდიად მერე და აბა რთულ მასალაზე იმუშავეთ როგორია. ხო. კაია, კაია. ნაოჭებზე და ცოტა ჩამოვენთრია. ყველა პრობლემა მოგვარებადია, თუ კი გაქვს ცოდნა და ცოდნას უზრუნველყოფს საშახო და ჩვენ. გელოდებით კიდევ. ეხლა დრო ის მონაკვეთში შეუძლებელი იყო. გრძელდება, გაგრძელდება. თეკო, დიდი მადლობა და ელენე შენს დიდი მადლობა. აი ესეთია დღის მაკიაჟი.